ქართული ნაქარგობის განვითარების ისტორია საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას უკავშირდება. ექსპონატთა ის რაოდენობა, რომელიც ეროვნული მუზეუმის ფონდშია დაცული, ორ კატეგორიად ერთიანდება. ერთი ეს გახლავთ სასულიერო პირთა სამოსი, მეორე კი ღვთისმსახურების დროს გამოყენებული ჭურჭლის შესამოსელი. საეკლესიო მსახურებისას გამოსაყენებელ იმ ნივთთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, საკმაოდ მრავალფეროვანია. მათი ქრონოლოგიური დიაპაზონი მე-12-მე-19 საუკუნეებს მოიცავს. მე-12 საუკუნის საბუხართა წყვილი კაცხის მონასტრიდან, რომელზეც მაცხოვრის მიერ თავად საკუთარი სისხლის ხორცის გამღები მაცხოვარი ან მაცხოვრის მიერ ზიარების სცენა არის წარმოდგენილი. სხვა ნივთები, რომლებიც შემდგომ პერიოდს მოიცავს, ძირითადად უკავშირდება ყველაზე უძველესი ამის შემდგომ გვაქვს 1446-1466 წლის გიორგი მერვის გარდამოხსნა, გვაქვს ოლარები 1312-1354 წლის და შემდგომ უმეტესად წარმოდგენილი არის გვიან ფეოდალური ხანის ნაქარგობის ნიმუშები. ნაქარგობის მრავალმა საინტერესო ნიმუშმა სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია. საქართველოში ცენტრები თავდასხმისა და თქვათ მიწასთან ასწორებდნენ შემოსული მტრები ეკლესია-მონასტრებს. სწორედ ამ ეკლესია-მონასტრებში იყო გაერთიანებული და დაცული ეს ნივთები. ხოლო მეორე ფაქტორი არის ის, რომ ეკლესია-მონასტრებს ეძლეოდა სპეციალური განწესება, რათა მათ ძველი უკვე ხმარებიდან გამოსული ნივთები დაეწვათ და დაწვის შედეგად მიღებულ ოქროსა და ვერცხლს ისინი კვლავ საქარგავ მასალად გამოიყენებდნენ. ის ნივთები, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა, დღესდღეობით განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაქარგობად ითვლება. იმ იკონოგრაფიულ თემატიკას, რომლებიც ამ ნაქარგობაზეა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეს თემატიკა არის ქრისტიანობიდან აღებული, ამ თემატიკას, მის კანონიკასა და შესრულების, თქვა, დოგმატიკას ბიზანტია კარნახობდა, მაგრამ ის, რაც კეთდებოდა საქართველოში, ის არის დაფუძნებული ქართულ ეროვნულ ტრადიციაზე, ასე თქვა, აღორძინებულ ხელოვნებაზე და საფუძველს ის იღებს იმ საერო ხელოვნებიდან, რომელიც ალბათ, რა თქმა უნდა, მანამდე არსებობდა. როდესაც ქართულ საეკლესიო ნაქარგობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორი. თითოეული ნიმუში სამ ძირითად ფაქტორს ემყარება, ანუ მასში სხვადასხვა სიმბოლური ვარიანტები მოიაზრება. ფორმის სიმბოლიკა, წმინდა რისხვა სიმბოლიკა და ფერთა სიმბოლიკა. ეხლა რაც შეეხება ფორმის სიმბოლიკას, ამ ფორმაში კიდევ არის ჩადებული ასევე სამი ფაქტორი. ესე იგი, ერთი ეს არის ჯვარი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯვარი უძველესი დროის ქართული ხელოვნების ნიმუშებზე ქრისტიანობამდე ძალიან ბევრად ადრე გვხვდება და არის გამოყენებული, მაგრამ მას შემდგომ, რაც აი ამ ჯვარზე რომაული დასჯის წესის თანახმად ევნო მაცხოვარი ჩვენი უფალი, მას შემდგომ მან უკვე სხვა დატვირთვა მიიღო. მეორე გახლავთ უკვე ოთხკუთხედი ფორმა, რომელიც არის სამყაროს 4 მხარის სიმბოლო. ზოგადად სამოსი ხშირად მოაზრებულია როგორც სიმბოლო სარწმუნოების, სიმბოლო წმინდა რწმენისა. ესაც ადამმა და ევამ იგემეს ცნობადობის ხის ნაყოფი დასაჯა ისინი უფალმა და ისინი ტყავის სამოსით შემოსაო. ტყავის სამოსი ამ შემთხვევაში აი მათი უწმიდურობის, ასე ვთქვათ, მიმანიშნებელია, ხოლო გამოცხადებაში, როდესაც არის ნათქვამი, ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოს, რათა შიშვლად არ ვიდოდეს და ხედვიდნენ მის უხამსობას. აი აქ ამ შემთხვევაში სამოსში მოაზრებული არის რწმენის სამოსი და სწორედ როდესაც თქვა ღვთისმსახური იმოსება სხვადასხვა შესამოსელში, აი ამ სამოსით შემოსვის დროს ის ლოცვები წარმოიქმნება, რომელიც კონკრეტულად იმ სამოსს უკავშირდება, რომლითაც რაღაც კონკრეტულ მომენტში ღვთისმსახური იმოსება.